ამ შეძახილებით დახვდნენ დღეს მეგობრები, ოჯახის წევრები და თანამებრძოლები საჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს, რომელთა მიმართაც მოსამართლე ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა და გზის გადაკეტვის გამო თავისუფლება 2 კვირით აღუკვეთა. რამდენიმე დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პროტესტის მონაწილეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირს უბრუნდებიან. გამოსვლის მერე პირველი ყველაზე მეტად რაც მინდა არის რომ ჩემ შულს ჩავეხუტო. და ერთი წამით არ გვიფიქრია რომ რაღაცა უფლება გქონდა რომ ბოლომდე რა ეგ არის მთელი არსი ამამბის არის ეგ რა რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მანამ სანამ უკანასკნელი რეჟიმის თქვი არ დატოვებს საპატიმროს. ყველას გვახსოვდა რომ ჩვენი პატიმრობა არის ხანმოკლე და ჩვენ გვყავს თანამებრძოლები რომლებიც წელიწად ნახევარია 1 წელია ნახევარი წელია ტყვეობაში ყავს რეჟიმს და ამიტომ არ გვაქვს უფლება რომ რაღაცა დავნებდეთ. ეს ადამიანები თითქმის ყველა ვინც საჰესის იზოლატორში იყო, ნახე რომ გამოვიდნენ. ყველას აქვს ერთი განცდა, არ არიან შეშინებულები, არ არიან რაღაცა დათრგუნულები, პირიქით აქედან გამოდიან ახალი ძალით, ახალი იმედებით. 14 დღიანი პატიმრობის მიუხედავად საბრძოლო განწყობა არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს. მეტიც ამ დღეების განმავლობაში პროტესტის ახალ ფორმებზე ფიქრობდნენ და მიუხედავად რეპრესიული კანონებისა, ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ. ახალი ენერგიით შეუდგებით გაპროტესტებას. რა თქმა უნდა, რუსთაველზე ვფიქრობდით კიდეც ჩემ თანამებრძოლებთან ერთად სად უფრო მიგვიჩქარის გული აქედან გასულებს სახლში თუ პირდაპირ მეორე ოჯახში რუსთაველზე. ამიტომ რა თქმა უნდა, დღესვე გავაგრძელებთ და შევხვდებით რუსთაველზე. ყველა ეს ნაბიჯი, რასაც გადადგავენ ხალხის დასაშინებლად, პირიქით შემოუტრიალდებათ და მეტი უკმაყოფილო გაჩნდება ქვეყანაში და ეს უსამართლობა თუ მუშაობს რუსეთში და ხალხის ჩაგვრა ეს საქართველოში ვერ იმუშავებს. ძალიან კარგი და დიდი გეგმებით ვართ და ვეცდებით რომ ძალაუფლების წონასწორობა საქართველოში გაჩნდეს. ეს არის ტერორი, სხვა ალბათ ამას არაფერი არ ქვია. ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანები აღარ იყვნენ ჩართულები პროტესტში და ზოგადად, იყოს შეგუება, შეეგუოს ხალხი, გაჩუმდეს, შეეშინდეს გაპროტესტება და დარჩეს სახლში. ეს არის მიზანი, მაგრამ რა თქმა უნდა, პროტესტი ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება. გათავისუფლებულ პროტესტის მონაწილეებს დღეს საჰესის იზოლატორთან ის ადამიანებიც დახვდნენ, ვინც ქართული ოცნების ახალი რეპრესიული კანონის საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ივანიშვილის გუნდის მიზანი რუსთაველის პროტესტის ჩახშობაა, თუმცა ისინი იქამდე აპირებენ ქუჩაში დგომას, ვიდრე 1 წლის წინ დაწყებული უწყვეტი პროტესტი ლოგიკური შედეგით არ დასრულდება. მაშინ, როდესაც ხელისუფლება შენს ქვეყანას უკეტავს გზას, სავალს დასავლეთისკენ, ყველაზე მინიმალური რაც შეიძლება მოქალაქემ გააკეთოს და გზის რაღაც გარკვეულ მონაკვეთს კეტავს და ამის გამო მას თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან, უსამართლობის შეგრძნებას ტოვებს თითოეული ადამიანის გულში. ამიტომ გამოხატავენ პროტესტს, ამიტომ ხვდებით აქ მე შალვა გავიცანი, ერთად ვიჯექით ერთ საკანში. შეიძლება შეიცვალოს ფორმა პროტესტმა, მაგრამ უკმაყოფილება და ის ბრაზი, რაც თითოეულ ადამიანში არის, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს, არსად არ გაქრება. ეს კანონი რაც არის, ეს არის რეპრესიული კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. ემსახურება იმას, რომ ადამიანები შეაშინონ და პროტესტს ჩამოაშორონ და ნელ-ნელა ხალხი აქციაზეც ვერ გავიდეს. რა ვიცი, ვინც პროტესტზე დადის, არ მგონია რომ შეშიდნენ. ვინც იჯდა, არავინ არ შეშინებულა და გამოსვლის დღიდანვე აქციაზე ბრუნდება და რა ვიცი, ვერ მიაღწევენ თავის შედეგს, ვერ შეგვაშინებენ. მიუხედავად გათავისუფლებებისა, იზოლატორებში საკნები არც არიალდება. გათავისუფლებულ პროტესტის მონაწილეებს დროებით საპატიმრო დაწესებულებებში ახლები ანაცვლებენ.